საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა. დიასპორის წარმომადგენლებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიმართა. საქართველოს ეკლესიის მეთაურის მისალოცი წერილი საზოგადოებას საპატრიარქო ტახტის მოსაგდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ გააცნო. მეუფე შიომ ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და დიასპორის დღე მიულოცა. ფორუმი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. დიასპორა სამშობლოსათვის, ტრადიცია, ერთიანობა, განვითარება. ამ სახელწოდების ფორუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, სხვა სასულიერო პირები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი ყოველწლიურად იმართება. თქვენო აღმატებულებაო, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარეო, პატივცემულო პარლამენტის წევრებო, მთავრობის წევრებო, ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, დიასპორის წარმომადგენლებო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გილოცავთ დიასპორის დღეს. შეგვეციოს ღმერთი, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა ყოფილიყოს შეუქცევადი, მიგვეღწიოს ქვეყნის გამთლიანებისთვის და ამაში დიდი წვლილი შეეტანოს ჩვენს დიასპორას, ძვირფას ძმებს და დებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ. დღეს მაქვს პატივი წაგიკითხოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მისალოცი წერილი. დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილედ. ქრისტეს მიერ საყვარელნო, დანო და ძმანო, ჩემო სულიერო შვილებო, ღვთის წყალობით კვლავ დადგა დღე ჩვენი ყოველწლიური შეხვედრის. მე არაერთხელ მომიმართავს თქვენთვის და ახლა მინდა თქვენ მომმართოთ წერილობით და მითხრათ, რა სურვილები და წინადადებები გაქვთ ისეთი, რომელიც არის რეალური და ხელს შეუწყობს თქვენი და თქვენი შვილების მდგომარეობის გაუმჯობესებას. ხელს შეუწყობს საქართველოსთან თქვენს დაახლოებას. იცოდეთ, თქვენ საქართველოს განუყოფელი ნაწილი და უცხოეთში ჩვენი ქვეყნის ელჩები ხართ. ამდენად დიდია თქვენი პასუხისმგებლობა. გილოცავთ და გისურვებთ რწმენის სიმტკიცეს, მოყვასის სიყვარულს, სამშობლოს ერთგულებას, წარმატებებს თქვენს პირად ცხოვრებაში და სიმშვიდესა და სიხარულს ოჯახში. ღმერთმა დალოცოს თქვენი მყოფობის ადგილი, უცხოეთში მცხოვრები ყველა ქართველი და სრულიად საქართველო. თქვენთვის მლოცველი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბინჭვითისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი. ერთმანეთს.